1347-50-იან წლებში ევროპის კონტინენტის მოსახლეობის 1/3 შავი ჭირის ეპიდემიამ იმსხვერპლა. გარდაიცვალა 20 მილიონი ადამიანი. მედიცინა მისტიკური ავადმყოფობის წინაშე უძლური აღმოჩნდა. დაავადება აქამდე ცნობილ სხვა სნეულებებს არ გავდა. ჩირქიანი გამონაყარი, მაღალი სიცხე, ძლიერი ტკივილები, ჯერ ჭკუიდან შლიდა ავადმყოფს, რამდენიმე დღეში კი კლავდა. შავი ჭირი საქართველოშიც გავრცელდა. მატიანეებში ეს პერიოდი ჟამიანობით მოიხსენიება. ჟამიანობას ემსხვერპლა ბაგრატ მეხუთეს ძოლი, საქართველოს დედოფალი ელენე. შავი ჭირის ეპიდემია ოქროს ურდოს შემოხვა საქართველოში. აქედან შავი და ხმელთაშუა ზღვის გავლით ევროპის კონტინენტამდეც შეაღწია. დაცარიელდა ევროპის ქალაქები და სოფლები და უმარხავი მიცვალებულებით ივსებოდა ქუჩები. ინფიცირებული გვამების დამარხვას ვერ ბედავდნენ. ადამიანები ტოვებდნენ საცხოვრებელ ადგილებს და გარბოდნენ. ინფიცირებულ ჰაერს ცეცხლით წმენდნენ. ვერ სვამდნენ წყალს, რადგან წყალიც ინფიცირებული იყო. იდგა მეორედ მოსვლა. ეკლესია ფიქრობდა, რომ ეს განსაცდელი ღმერთმოწოდების გამოსასყიდად მოუვლინა კაცობრიობას. ძალიან მალე ეპიდემიას შიმშილობას დაემატა. ევროპაში რომის პაპმა აკურთხა მდინარეები, რადგან გვამები პირდაპირ ჩაეყარათ წყალში. აკურთხა მიწები, რომ ღრმა ორმოებში ერთმანეთზე დაემარხათ ცხედრები. გაძლიერებული ლოცვა შედეგს არ იძლეოდა. ამიტომ პაპმა აკრძალა ლიტანიობები და მსვლელობები. ევროპის მრავალი ქალაქი დაცარიელდა და მოჩვენებას დაემსგავსა. განახორდა თბილისის მოსახლეობაც. გადარჩენილები გარბოდნენ. მიცვალებულებს არც თბილისში ყავდათ დამარხავი. შავი ჭირი ექიმების სირცხვილად იქცა. მათ ავადმყოფებთან მიახლოებისაც კი ეშინოდა. ჩვენი ექსპედიცია იმ ადგილისკენ მიემართება, სადაც შავი ჭირის დიდი ჟამიანობის დროს მოხდა ის, რაც სხვაგან არსად არ მომხდარა. ამ ადგილს ანატორია ჰქვია. ის შატილიდან 2 კილომეტრში მდებარეობს და ცნობილია თავისი აკლდამებით. ანატორიაში შავი ჭირით დასნეულებულები თავისი ნებით ტოვებდნენ სახლკარს და ამ აკლდამებში სიკვდილს ელოდებოდნენ. როდესაც აკლდამა ავადმყოფებით გაივსებოდა, კარს შიგნიდან ამოლესავდნენ. ასეთი თვითდამარხვა შავი ჭირის ეპიდემიის დროს კაცობრიობისთვის უცნობია. მას ანალოგი არ მოეძებნება. ეს იყო შთამომავლობის გადარჩენის ინსტინქტი, პასუხისმგებლობა, ზრუნვა იმაზე, რომ თემი მთლიანად არ ამოწყვეტილი. მზისფერი ნაბიისი ქუჯეგის სწორფერია. ის ულამაზეს წინდებს და ტალავერს უქსოვს ქუჯეგს და თან სწორფერისადმი გამოგვიძებულ სიყვარულს ებრძვის. ქუჯეგიც განსაცდელშია. გულში იმარხავს გრძნობებს. ნაბიისი მისი სწორფერია და თემის კანონი მათ სიყვარულს გრძალავს. ხევსურთარწმენით სწორფრობის წესები ღმერთის დადგენილია და მისგან მცირეოდანი გადახვევაც კი ღვთის მცნების დარღვევის ტოლფასია. სწორფრობა საინტერესო და საიდუმლოებით მოცული ტრადიციაა. სხვანაირად მას ძმობილობასაც უწოდებენ. თუ ქალს და ვაჟს მოეწონათ ერთმანეთი, ვაჟი ძმობას ეტყვის და ამის მერე იწყება სწორფრობის რომანტიკა. ეს იყო ახალგაზრდა ქალ-ვაჟის ურთიერთგანცდა, შეცნობა ქალური და მამაკაცური საწყისებისა. მათ შორის სასტიკად იგრძელებოდა ყოველგვარი სქესობრივი კავშირი. და თუ მსგავსი რამ მაინც მოხდებოდა, თემი სასტიკ განაჩენს გამოუტანდა გამოძნილებით. მოჰკვეთდა მათ თავისი რიგებიდან. ეს კი იმ პერიოდისთვის უდიდესი სასჯელი იყო.
მოულოდნელი გრძნობით შეშინებულები ერთმანეთს ერიდებიან და მაინც ერთმანეთს ეძებენ სულ. თემის თვალს არაფერი გამოპარვია. ერთ დღეს ქალის დედმამასთან უხუცესი მივიდა. ლაპარაკი რომ დაიწყეს, ნაბიისი ჩუმად გაიპარა. კუჯეგი იპოვა და უხუცესის მოსვლის ამბავი შეატყობინა. კუჯეგს დიდხანს არ უფიქრია იმაზე, თუ როგორ უნდა მოქცეულიყო. ნაბიისის შერცხვენას მოერიდა. ისიც კარგად იცოდა, რომ თემის რისხვას ვერ გადაურჩებოდა. კუჯეგი სამუდამოდ გადაიხვეწა ანატორიიდან. სოფერებს ხშირად საბედისწერო გამოცდის გავლა უწევდათ. ამიტომაც იყო ალბათ, რომ მოდით განხევსურეთი თვითმკვლელობების დიდი რაოდენობით გამოირჩეოდა. ნაბიისმა თემის თანდასწრებით ხატის წინ მოინანია სიყვარული. სასამართლოს ხევსურეთში ერქვა რჯული. რჯული ერქვა იქაურ სამართალსაც. დამნაშავეს ფიცის დადებით უნდა ეღიარებინა და მოენანიებინა დანაშაული. საქმის განხილვის შემდგომ იწყებოდა რჯულის მეორე ეტაპი. განაჩენის გამოტანა. თემმა სხვა საქმრო შეურჩია, მაგრამ ქორწილს გადახდა არ ეწერა. ანატორიაში ჟამიანობა დაიწყო. დასნეულებული ანატორელები დიდი საძვალეებისკენ თავისი ფეხით მიდიოდნენ, რომ ჯანმრთელი ადამიანები საფრთხისგან დაეცვათ. შედიოდნენ აკლდამაში და აღსასრულს უცდიდნენ. შავი ჭირის ეპიდემიის დროს გამონაყარი სამი ფერის სახით ხასიათდებოდა: შავი, წითელი და თეთრი. დაავადება სამი კატეგორიის ყოფილა. ჟამნი სამი ფერის ისარწყორცნიდნენ დაავადებას: შავს, თეთრსა და წითელს. კარაბადინშიც სამი ფერის წყულებია აღწერილი ჟამიანობით დაავადებული სტანზე: შავი, თეთრი და წითელი. ოქროს ურდოს შეიარაღებაში სამი ფერის ისარი ჰქონდა: წითელი, შავი და თეთრი. ჟამმა ნაბიისის სახლშიც შეაღწია. ქალი ავად გახდა. გასკდა კლდე, გამოვარდა შავი კაცი, შავი ცხენით. შემოხვდა მთავარანგელოზი გაბრიელი და ჰკითხა: სად მიხვალ შავო კაცო შავი ცხენით? მივდივარ ნაბიისის ტანში სისხლის სასმელად, ძვალის სახრავად. არ გაგიშვებ ნაბიის ტანში არც სისხლის სასმელად და არც ძვალის სახრავად. გაქარდეს ქარივითა, გაწყალდეს წყალივითა ნაბიისის ავი თვალით, ავი სულით, ავი გულით შემხედვარე. ღმერთო, ღმერთო, არ გელოცვა ჩემი და ბრძანე შენი. ვერ შელოცვამ გაჭრა. თვალსა და ხელშუა დადნა მზისფერი ნაბიისი. ევროპაში შავი ჭირის დროს მოსახლეობა ქალაქებს ტოვებდა. მოსახლეობასთან ერთად სამართალდამცავებიც გადიოდნენ ქალაქებიდან. კანონი აღარ მოქმედებდა, თუმცა ადამიანები სტიქიურად მოქმედებდნენ. თუ კი სახლში ვირუსით ერთი ადამიანი მაინც იყო დაავადებული, მოსახლეობა ასეთი სახლის კარებს და ფანჯრებს გარედან ქოლავდა, ისე რომ ოჯახის სხვა წევრებსაც არ აძლევდა საშუალებას გარეთ გამოსულიყვნენ. ამ დროს ხევსურეთში სრულიად განსხვავებული და ჩემის აზრით გასაოცარი წესი იყო დამკვიდრებული თვითდამარხვა სხვათა გადასარჩენად. საძვალემდე ძლივს მილას ლასდა და იქვე ჩამოჯდა. გმინვა და კვნესა ისმოდა ირგვლივ. ნაბიისმა გვერდზე მიიხედა და ერთი თავისუფალი ადგილი შენიშნა. ვისაც ძალა ცოტა მაინც შერჩენოდა, საძვალი სამოქოლვას შეუდგა. ჩამოღამდა, როცა მთვარე ანატორს გაუსწორდა, ნახევრად ამოლესილ აკლდამაში კიდევ ერთი განწირული შემოვიდა და ნაბიისის გვერდით ჩამოჯდა. აკლდამა აივსო და კარიც სასწრაფოდ ამოლესეს. ნაბიისმა გვერდით მჯდომს გახედა.
იქ სრულიად ჯანმრთელი ქუჯე გიიჯდა. ორმოციანი წლების ეთნოგრაფიული ექსპედიციების დროს ხევსურეთში მოხდა ერთი საინტერესო ფაქტი, რომელიც დღემდე ლეგენდად დადის ეთნოგრაფებში. ცნობილი ეთნოგრაფი რუსუდან ხარაძე შევიდა ანატორიის აკლდამაში იმისათვის, რომ გამოეტანა ხევსურული ტანსაცმლის ნაჭერი, რომელიც მაშინ იმ დროს უხვად იყო აკლდამაში. იმავე საღამოს მისცა მაღალი სიცხე, რომელიც გაგრძელდა 3 დღე. შემდგომ შუბლზე დარჩა შავი ლაქა, რომელიც ატარა მთელი ცხოვრების მანძილზე. თბილისში დაადგინეს, რომ ეს იყო ვადაგასული ვირუსის კვალი. 3 წლის შემდეგ შავი ჭირის ეპიდემიამ გაიარა. ევროპის ქალაქებმა და სოფლებმა გამოღვიძება და აღორძინება დაიწყეს. ანატორია რაღაც უცნაურად შეეწირა ჟამიანობას. ამ ამბების შემდეგ აქ აღარავის უცხოვრია.